რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა. ვაშა გადაცემა ისევ აქაა, ისევ თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ვაშა. არ მოგაჩვენებთ, რომ მაქვს პასუხი ყველაფერზე. არ მაქვს. სამაგიეროდ მაქვს გაცილებით მეტი კითხვა, ვიდრე პასუხი. და ახლა მთავარი კითხვაა, თხოვნა. დამენახეთ ისინი, ვინც არჩევნებისთვის ემზადებით ამ შემოდგომაზე. პროჭორულელები არ დამენახოთ, ერთი რომ თქვენი დანახვა არ მინდა და მეორე თქვენ არჩევნებისთვის არ ემზადებით. ემზადებით სპეცოპერაციისთვის, რომელიც არაერთხელ ჩაგიტარებიათ და გონიათ, რომ მუდამ ასე იქნება. ახლა მაინტერესებს ის ხალხი დავთვალო, ვინც არჩევნებისთვის ალალად ემზადება და შეჯერა რომ შეიძლება თბილისი არამე სხვა გამოგლიჯოს ბორის ივანაშვილს. გამოგლიჯოს. ბორის რა უნდა გამოგლიჯო, აქ არ ითქმის. არჩევნებზე ხმა როგორც კი გაიღო ლელომ მის ორ ლიდერს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ციხეში უკრეს თავი. როგორც კი არჩევნებზე კრინტი დაზრა გახარია, საციხოდ გაახაზირეს და თუ დაბრუნდა ალბათ არ აცდება. მათ უკვე ციხეში დახვდნენ ირაკლი ოქრაშვილი, დიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა გვარამია. მათ მიუსვეს გიორგი ვაშაძე. ის არ საპირებდა პრინციპში არჩევნებში მონაწილეობას და საერთოდ საერთოდ უმაღლეს ზომა ეკუთვნის სხვებთან ერთად. ახლა საგანგებოდ მხოლოდ ის ლიდერები ჩამოუთვალე პარტიებისა და გაერთიანებების თავმჯდომარეები რომ არიან. გივი თარგამაძე მაგალითად არ მიხსენებია, რა კი პარტიული პოზიცია თითქოს არ აქვს. თუმცა დიდი სიხარული დაიჭირა იმ ბრძენმა კაცმა. პოლიტიკური ბრალდებებისა და პატიმრობების რაოდენობით რომ ბრეჟნევის დროს უსწრებთ, მსოფლიომ გაიგო უკვე. პრეზიდენტ სააკაშვილის დამადობით, რომელსაც პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ქართველების ხელით პუტინი ასამართლებს. ხო, სხვათა შორის, პოეტებს ბრეჟნევის დროს ციხეებში აღარ ყრიდნენ. ეგ ამბავი სტალინის დროს მორჩა. და ბორისისა და მისი ხაზეინის ვლადიმიროვიჩის დროს აღდგა. ხო და ზის ახლა ზვიადრატიანი. პატიმრების რაოდენობა მზარდია, რა კი პროჭორულელებს გადაუწყვეტიათ, რომ ფორმალობის დაცვათ აღარაფერში სჭირდება. Mention народу больше кислорода, როგორც ბატონ ბორის რუსეთში ასწავლეს. და ახლა ისევ ვკითხულობ. კიდევ რომელი აპირებთ განაცხადის შეტანას გთხოვთ დაგვტოტნება მონაწილეობა მივიღოთ თქვენ შაპიტოშიო. რომელი აპირებთ ხელმოწერების შეგროვებას, ამორჩევლებთან შეხვედრებზე სიარულს, კომისიების პარტიული წევრების და დამკვირვებლების შეგროვებას, დაკომპლექტებას, რომ ყურადღება მიაქციონ 5 სალუნა იდგას და ბიულეტენს ყველას ერთხელ ბეჭედი. და თუ ასეთები მართლა დარჩით ბუნებაში. გთხოვთ გავამეხმაუროთ, გინ საჯაროდ, გინ პირადად. და ამიხსნათ. პირველი, რამდენად დაძაბული საარჩევნო მარათონისთვის ემზადებით. მეორე, რამდენი პროცენტის აღებას აპირებთ. მესამე, რა აქცენტები გექნებათ საარჩევნო პროგრამაში? რა ვიცი, სოციალური ნაბიჯები, კულტურული პოლიტიკა, ქალაქმშენებლობის რეფორმა, გენდერული პრობლემატიკა, კიდევ რა? მეოთხე, რა პრიორიტეტები გექნება თქვენი პლატფორმების პოპულარიზაციისთვის? რომელ მედია საშუალებებზე გააკეთებთ აქცენტს? და მეხუთე, თუ გნებავთ, მარტო ამაზე მიპასუხეთ და ყველა დანარჩენი კითხვა უბრალოდ დაიგიდეთ. პატარა შიგ ვარა გაქვს შაბეცახლებო. პროჭორულელებმა სულ აიშვესმეთ კი რომ გითხრათ, განა ახალი რა იქნება. აქვთ ბრძანება დაეწიონ და გაუსწრონ ბელარუსს. ამათ კი ისე ტემპი აკრიფეს, ახლა მგონი ჩრდილოეთ კორეაც უკან მოიტოვეს. თქვენი დუმილისა და თბილა ჯდომის დახმარებით. მაგრამ თქვენ ამდეც მოვლენ. დროის ამბავია მხოლოდ, თან კანონიერად. ბატონი ბორისი კანონის კაცია. არასდროს არ ყვევს. თუ რამე უკანონობას გეგმავს, ჯერ იმ კანონს ცვლის, უკანონობას კანონიერებად აქცევს და მერე აკეთებს. ძველი სკოლა ამაინც. კანონი კი შეიძლება მრავალნაირი იყოს. აი, ირანში ან ავღანეთში. ქვები ჩაკოლვას რომ მოგიჯიან, შეყვარებული როგორ გაიჩინეო მაგალითად. ეგეც კანონით ხდება. იქაური კანონი ეგაა და აქაური კანონი დღეიდან კიდევ ისაა, რომ ქოცი ყოველთვის მართალია. ყოველთვის სინდისიერია, ყოველთვის ლამაზია. იმიტომ რომ ახლა ვეღარ იტყვი რომ ტყუის რომ უსინდისოა ან მახინჯია. უბრალოდ არ გაქვს ამის უფლება. უფლება წაგართვეს ხუთშაბათის პარლამენტის ხდომაზე, როდესაც შეცვალეს კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ. ოღონდ ამ მარად მართლებმა, მარაჭკვიანებმა და მარად ლამაზებმა კანონის მოქმედება 100 დღით უკან გადაწიეს. აი დაახლოებით ჩარშანწინდელი წყენა თუ ახსოვთ ვინმესგან ყველას ვირისაბანოში უკრავენ თავს. და ამბის გამომტანიც აღარავინ დარჩება, იმიტომ რომ ისევ ახალი კანონით სასამართლო შენობაში ან ეზოში ვეღარც ვიდეოს გადაიღებთ, ვეღარც აუდიოს ჩაწერთ. თქვენთვის კეთდება ეგო აგვიხსნა კალაცემ. არაკორუმპირებულმა და ინტელექტუალურმა. მაგრამ თქვენ არაფერი ისხედით თბილა და ხმა არაფერზე გაიღოთ. ამათგან თუ კიდევ რამე გიკვირთ, ესე იგი არ ხართ მორალურად მზად იცხოვროთ ივანაშვილის გრუზიაში. მაგრამ არა უშავს, მიეჩვევით. გულაგის პატიმრების სიმღერა იცით? Ничего, потом привыкнем. Трудно первые 10 лет. პროჭორულელთა ბანაკში დიდი სიახლეა. ეკონომიკის მინისტრი რომ აწერია, იმ კარიდან ერთი კოცი გამოიტანეს და მეორე შეიტანეს. ახლა დიდი ამბავიო იტყვით, კოცი ვიყი და კოცი გავყიდეო, რა მნიშვნელობა აქვსო? მაგრამ ამ დროს აქვს. თა სიღრმისეული, ორთვიანი სიღრმით, ამ წლის აპრილამდე.
შეხვედრები შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, ვაჭრობის და ფინანსთა სამინისტროებში, ასევე ჩვენ ქონდა შეხვედრა თეთრსახში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას გააჩნია, რომელიც თანხმდრაშია სრულად პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან და ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხმდრა პოზიციებზე. თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი და ჩვენ ვისაუბრებთ ზუსტად შესაძლებლობებზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენო ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. ბოდიში ამ სულელური მუსიკალური ფონისთვის ეს თვითონ პიარის დამონტაჟებული ეკონომიკის სამინისტროს და მე ხმას ვერაფერი უქენ. ოღონდ აქ მთავარია, რასაც უკვე ყოფილი მინისტრი ამბობს. ბატონი ბორისის სამკუთხედ აზრებსა და სტრიქონებს შორის კითხვა თუ იცით, მიხვდებით. ჩემო დონალდ, როგორც მილიარდერი მილიარდერს, დავივიწყო წარსული. ამოშალეთ ჩემი სახელი სანქციების სიიდან, კონგრესს თავზე გადაახია მეგობარი აქტი და მერე ვილაპარაკოთ. რაზეც გინდა. სადვარ აი ფუიურერკების როლისთვის დაჭერილი 2-3 ბიჭის გამოუშვა ციხიდან, ოღონდ მერე პატიოსან არჩევნებსა და ხელისუფლების გადაბარებას ნომთხოვ. სხვას რაც გინდა შევასრულებ. რა პასუხი მიიღო ბატონმა ბორისმა? პირველი პასუხი იყო, რომ ამხელა პირველ ვიცე-პრემიერს ვაშინგტონში მხოლოდ ვიღაც სტაჟიორები შეახვედრეს და მეოთხე მოადგილეების მე-7 თანაშემწეები. მეორე პასუხი იყო მეგობარი აქტი, რომელიც კონგრესმა აქედან სულ 2 კვირის თავზე მიიღო და ახლა სენატს გადაულოცა. მესამე კი იყო წერილი, რომელიც პირადად ბორის გამოუგზავნეს და ელჩს არც კი გამოართვა. იცოდა, რომ შიგ კარგი არაფერი ეწერა და 51-იანი ნახირისთვის სუვერენიტეტობანა ითამაშა. აქამდე თუ ვინმე შეიძლებოდა ქონოდა იმედი, რომ ეს ჩვენი ბრძენი კაცი ტრამპთანაც კი აუცილებლად დაალაგებდა, ეგ იმედი დავითაშვილის ამოჭიტლაყებით საბოლოოდ დაიმარხა. ზედ მიაგორდა ქვაც. და მაინც დიდი მადლობა ეკუთვნის ბატონ ბორისს. ცუდი ამბების მონტაჟი კრიკებს ადრე სიკვდილის ჯიდნენ. ამან კი როგორც ხედავთ, მხოლოდ მოხსნა. თან 2 თვეც აცადა. აწი დიდი შეიძლება დაიჭიროს, არ ვიცი, 100 ან 200 მილიონის მოპარვისთვის, მაგრამ ეგ უკვე წვრილმანებია. ხო და მოუხადე ახლა მადლობა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საშუალება მომცა, რომ წლების განმავლობაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მემუშავა სხვადასხვა მიმართულებით, გარკვეული წარმატებებით. რა რთულია ერის მამობა. ყველა თქვენ გიტევთ, ჩემო, პელევ და ექვთიმევ. ყველა თქვენ გაგისრებთ ყველაფრის პასუხისმგებლობას. ჩემო, ქველმოქმედო და აღმშენებლო. აი, ლევან ხაბეიშვილმა რაები გაგიბედათ პირდაპირ. თითოს თქვენ ვიღაცებს 100 მილიონის მიტანას თხოვთ და ვინ დაიჭერებს მაგას? ბიძინა ივანიშვილმა მოკრიმინალო, მოკოცო, აი სუსტად რო ითანაშრომლებს ესეთი კრიმინალური ბანდისგან შექმნა ამოღების ბიურო და ხალხისგან ნაძარცვი ფული რომ აქვს ჩინოვნიკებს, ახლა დაერია ამ ხალხს და ეუბნება რომ ეგ ფული ჩემთან უნდა მოიტანოთ, ანუ რაც მოგქონდათ იმის ზემოდან რაც იშოვეთ, ადექით ახლა და მოიტანეთ ჩემთან. რომეო მიქაუტაძეს მოთხოვეს 250 მილიონი, ეს არის ღარიბაშვილის შავი კასერი, რომელსაც ღარიბაშვილთან მიქონდა წილი, დაუთვალეს და უფრო მეტი სახში ქონდა წაღებული და შესაბამისად მოთხოვეს ეს თანხა, რომელმაც თქვა რომ არ მაქვს ეს ფული, ვერ მოვიტან, ამიტომ დაიჭირეს. ასეთივე შემთხვევა იყო რიჟვაძესთან დაკავშირებით, მას 300 მილიონი მოთხოვეს, თუმცა მანაც უარი განაცხადა გადახდაზე, ამიტომ მოხსნეს თანამდებობიდან ისიც, მისი მამაც, მისი დანიშნული ხალხით, შესაბამისად შემდეგ რიჟვაძემ ითხოვა გრაფიკით გადახდა, ამიტომ ამ დროისთვის ის გრაფიკით იხდის ამ თანხას, ინახჭუნებს ამიტომ თავისუფლებას. გრიგოლ ლილუაშვილს მოთხოვეს 100 მილიონი, ეს არის ჯარიმაო, ეგრეთ წოდებული შეუთვალა ბიძინამ, იმიტომ რომ რაც მოქონდა იმის ზემოთ კიდევ უფრო მეტი გაქვს ნაშოვნები, ამიტომ 100 მილიონს თხოვენ და უნდა ესმოდეს ყველას, რომ ეს ფული რასაც შოვლოდ, ეგ არის ბიძინა ივანიშვილის და ახლა კანონმდებლობა შეცვალა ისე, რომ ხალხისგან ნაძარცვი ფულით რომ მილიონერები გახდეთ, აი ამ ფულს დაეპატრონა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი და მოკითხვა მინდა გადავცე კალაძეს, ხმალაძეს, ნოშიკო ნამორაძეს და ამ ხალხს თქვენთანაც მოვლენ. ამას ამბობს ლევან ხაბეიშვილი. კიდევ იმას ამბობს, ახლა კალაძეს ჩაუждდა და იმასაც უთulis მოპარულსო. ოღონდ ისეთი დამაჯერებელი ტონით ამბობს, ცოტა არ იყოს ეჭვი შეგეპარება ადამიანს იქნება და თუმცა არ მაქვს არანაირი ფაქტი, რითაც ეს ყველაფერი დადასტურდება. მაინც მგონია, რომ აბრალებენ პროჭორილელთა სულიერ ლიდერს. მის ბიოგრაფიაში ხომ ისეთი არაფერია, რამაც შეიძლება ასე დასკვნამდე გიბიძგოს. შემიძლია შეგახსნათ ბორის ივანაშვილის ბიოგრაფიის რამდენიმე დეტალი, რომელიც წესით არავისთვისაა საიდუმლო რა კი ღია წყაროებში, მედიაში მოიპოვება. და თუ გაინტერესებთ, ვინ მართავს საქართველოს და როგორ, ამ ამბებს გვერდს ვერ უნდა ულიდეთ იოლად. ივანაშვილსა და კრიმინალებზე მოგახსენებთ. არა, გამომძიებელი ჟურნალისტი და მკვლევარი სერგეი კომარიცინი მოგახსენებთ, რომელსაც 2012 წელს გამოქვეყნებული აქვს სტატია ქართული ოცნების გამარჯვებიდან სულ რამდენიმე დღეში.
დიდი და საფუძვლიანი მასალა. რა გამოცდილება ჰქონდა ბორის ივანაშვილს რუსულ პოლიტიკაში? კერძოდ, მის მონაწილეობაზე კრასნოიარსკის მხარის ამბებში 90-იან წლებში. თბილისის ჯალად გენერალ ლებეთან მეგობრობასა და ლობირებაზე და ძალიან ბევრ სხვა რამეზე. მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ სახელსა და გვარზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომელიც კომარიცინის თხრობაში ასე შემოდის. ერთი წლის შემდეგ ივანიშვილი გახდა ალუმინის ქარხნის მსხვილი აქციონერი. შეიქმნა ივანიშვილის, ანისიმოვისა და ანატოლი ბიკოვის კოალიცია, რომელიც რასისტი კრედიტის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. აი ზუსტად ამ ანატოლი ბიკოვზე მოგახსენებთ. რა კაცია საერთოდ ვინ არის და საიდან მოვიდა? რატომ დანიშნა ივანიშვილმა საკუთარ მოადგილედ? რა კაცი იყო ანატოლი ბიკოვი და რა შეძინა მან ივანიშვილის ბიზნესს, ანუ კოალიციას? რა შეძინა და სტაბილურობა და გარანტიები? განა სტაბილურობა და გარანტიები ცუდია, ბიზნესში უმთავრესია, მაგრამ რა ფორმით შეძინა? ზოგიერთი წყარო საქმოსანს კრასნოიარსკის მხარის მთავარ კრიმინალურ ავტორიტეტს უწოდებს. ბიკოვს, რომელსაც ჰქონდა მეტსახელი ტოლია ბიკ, მიაწერდნენ რეკეტს. ის აკონტროლებდა ბანკ მელატექს, სასტუმროებსა და კაზინოებს, ავტომომსახურების სადგურებს. მას ვიაჩესლავ ივანკოვის მეტსახელად იაპონჩიკის მეგობარსაც უწოდებდნენ. Если мне оставался шанс какой-то, я им пользовался. Даже если этот шанс был беззаконным. Без закона. აი, ეს ბიკოვი აირჩია ივანაშვილმა თავის მოადგილედ. რათა რასაც ქვია, დაელაგებინა ვითარება კრასნოიარსკში, სადაც მეტალურგიულ ბიზნესში დიდი ფული ჩადო და კიდევ უფრო მეტი ფულის ამოღებას გეგმავდა. და ამოიღო კიდევაც. Анатолий Петрович, скажите, а вы лично убивали людей? Каждый день. Психологически, морально. А если серьезно ответить на этот вопрос? Я серьезно говорю. Хорошо, я задам второй вопрос. А вы отдавали приказы своим людям, чтобы они убивали? Знаете, я бы с удовольствием встретился с этой бабушкой и на ушко ей сказал. Да. Но не для телезрителей этот вопрос. რა ფუნქცია შეიძლებოდა ჰქონდა ბანკში? რა ასისკი კრედიტში ამ ვინმე ბიკოვს, რომელსაც ჰქონდა ფიზკულტურის მასწავლებლის დიპლომი და რუსეთის აზიურ ნაწილში ყველაზე გავლენიან კრიმინალურ სინდიკატს მეთაურობდა. არა, ივანაშვილმა რა თქმა უნდა ამაზე არაფერი იცოდა თორემ, საერთოდ როგორ გაიკარებდა, რას ბრძანებთ. ივანაშვილი მხოლოდ ბიკოვის ანალიტიკური უნარებითა და ფინანსური ალღოთი მოიხიბლა. ამიტომაც დანიშნა თავის მოადგილედ. დღესადაა ბიკოვი კაცრი რეჟიმის კოლონიაში. Берег Енисея, элитный поселок, спецназ на суше, в небе вертолет, витые лестницы, бассейн, тренажерный зал, баскетбольная площадка и собственный бизнес-центр для переговоров. Анатолий Быков не сопротивлялся. Вы можете не одевать, для сопротивляться ездить. Хорошо, спасибо. Только не осуществляйте звонков, пока вам следует не осуществляет. Хорошо? Я же в опыте. ივანაშვილის მარჯვენა ხელი, რომელიც იქამდეც ბევრჯერ იყო დაკავებული, საბოლოოდ 2020 წელს დააპატიმრეს. Опытный, мягко сказано. Прошла четверть века, чтобы этот уникальный персонаж новейшей России получил заслуженный срок. Я не скрываю, что я ангел, чистой воды. მას შემდეგ ლამის ყოველ წელს იმართება ახალ-ახალი პროცესები და 90-იანებში თუ 2000-იანებში ჩადენილი მკვლელობების ორგანიზებისთვის უზრდიან და უზრდიან ამ კაცს სასჯელს. ბიკოვი ამჟამად უკვე ავიდა 20 წლიან ვადაზე. 4 убийства всколыхнули город. Я вам напомню, которого убили по вашему приказу. ხო, ერთი საინტერესო დეტალიც. რასისტი კრედიტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ივანაშვილის მარჯვენა ხელი, ანატოლი ბიკოვი, ვიცე-პრეზიდენტობის პარალელურად არამხოლოდ ხალხს ხოცავდა, არამედ პოლიტიკაშიც იყიდებდა ფეხს. მრავალი წლის განმავლობაში იყო კრასნოიარსკის საოლქო საკრებულოს წევრი და ახლა გაგეცინებათ მთელს რეგიონში ცნობილი ქველმოქმედი. ახლა რა კომბინაცია გამოვიდა? რასისტი კრედიტი, ივანაშვილი, ბიკოვი, პოლიტიკა, ქველმოქმედება და კრიმინალი. რეკეტი, რეიდერობა, მკვლელობები. შანტაჟი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ისევ მკვლელობები. მაინც შეგახსენებთ, რომ ყველანაირი მსგავსება შემთხვევითია და ავტორი მათზე იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას. და პოსტსკრიპტუმი. ერთხელაც იქნება ანგოლა გეიძეც მოგიყვებით. როგორ მიუსაჯა ფრანგულმა სასამართლომ პატიმრობა არკადი გაიდამაგს, რომელიც რუსული არახსყიდ და აფრიკულ სამოქალაქო ომში და ძალიან უცნაური დამთხოვით ბანკ რასისტი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. არა, ბანკის პრეზიდენტმა ივანაშვილმა რა თქმა უნდა არაფერი იცოდა. თუმცა ხო უკვე გითხარით. თუ გიფიქრიათ, რის გამოყვანა უნდა საქართველოსგან ივანაშვილს, ანუ რუსს, რა არის მათთვის იდეალური საქართველო? ევროკავშირში რომ არ უნდა იყოს ცხადია, ნატოში რომ არ უნდა იყოს ცალსახაა. საქართველოს მოქალაქეებს მეტი უფლებები რომ არ უნდა ჰქონდეთ, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებს, ესეც ცალსახაა. აბა, რაში სჭირდება საქართველოს ვლადიმიროვიჩს? ლამაზი ბუნებისთვის, გემრიელი სათქვეფისთვის, გრადუსიანი ჩასაცეცხლისთვის და თბილი ზღვისთვის. ამ ხრივ საუკეთესო მაგალითი არა ბელარუსი ან დონბასია, არამედ აფხაზეთი.
აი, სანაპირო განმუხურამდე ხომ უკვე დაპყრობილი აქვს. ახლა სარფამდე ჩამოვა და საქმეს შესრულებულად ჩათვლის. მერე გექნებათ სრული თავისუფლება, სრული. მოემსახუროთ რუსის ტურისტებს. რა თქმა უნდა, უმაღლეს донეზე და აღარ გექნება თავისუფლება იწუწუნოთ ამ ტურისტების ხარისხზე. როგორც აფხაზმა ჩინოვნიკებმა გაბედეს ახლა. Самое главное, на наш взгляд, თავარია ჩვენი ეროვნული ფასი დავიცვათ. არ გადავაქციოთ აფხაზეთის რესპუბლიკა დასვენების ეკონომ კლასად. რა თქმა უნდა, არაპოპულარულ რამეებს ვამბობ, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ უფრო შეძრებული, მეტად გადახდისუნარიანი ტურისტისთვის და დავიცვათ ჩვენი საფასო პოლიტიკა. и отстаивать свою ценовую политику. Тот турист, который приезжает сегодня за 300 рублей, როგორ ტურისტს ვიღებთ 300 მანეთად რომ ჩამოდის, ის არაფერს არ იყიდის. დადგება სასტუმროს რიგში წვენისა და წყლის ჭიქისთვის, მაგრამ ქუჩაში არაფერს იყიდის. ჩამოდიან და დოშირაკს ყიდულობენ. ჩვენ კი გვინდა რომ სუვენირები იყიდონ. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ასეთი ტურისტი ჩემი აზრით ჩვენ არ გვჭირდება. то есть нам такой турист, я считаю, не нужен. რისთვის გჭირდება ტურისტი? იმისთვის რომ ფული დაახარჯინო და შენ გამდიდრდე. იმდენი მაინც იშოვო რომ შემდეგ ზაფხულამდე მიიტანო სული. ამაში ეს ხალხი სრულიად მართალია. მაგრამ ეკონომიკური ლოგიკა მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხარ თავისუფალი. ხოლო ოკუპირებული როცა ხარ. ან გააკეთებ იმას, რასაც ხაზეინი გეტყვის, ან ამოგარტყამენ პანჩურს. ამათ პანჩური ამოარტყეს, გააკეთეს. ჩინოვნიკები რომელთაც დაივიწყეს რომ რუსის მონები არიან. ამათ მხოლოდ თავად კი არ დაიტეხეს ახლა უბედურება, არამედ გახსნეს სარქველები, რომ რუსის ხაზეინებს ყველაფერი ეთქვათ, რასაც საკუთარ მონა აფსუებზე ფიქრობენ. Вот так вот, друзья. აი ასე, ელექტროენერგია მთელი აფხაზეთისთვის, უფასო კვება, პენსიები, ხელფასები, ამ ყველაფერს რუსეთის მოქალაქეები იხდიან. А что происходит на Рице? Время 10 утра. და რიწაზე რა ხდება? ივნისია. დილის 10 საათი. მოედანი კი საერთოდ სარიელია. ტბაში არც ერთი კატამარანი არ არის. შარშემბილს შემდეგ მეც მომჩნევ რომ გაყიდვები დაბალია. ნეტავ რატო? Здесь чем интересно такое? А я всегда говорю, что მე კი სულ ვამბობ, ამ აფხაზეთში არაფერი დაგრჩენიათ. სერვისი 0, კომფორტი 0, ხალხი იქცევა ნახირი. скотски. აი მაგას დანარჩენ საქართველოზე ვეღარ იტყვიან. გამონაკლისების ხადია იქნება, ვიღაც იმასაც კი აკადრებს რუსებს, რომ ოკუპანტები ხართო, მაგრამ დანარჩენებს ეყოფათ ზრდილობა, კულტურა და IQ, რომ უფრო ძმას ბაბაია დაუძახონ და ფერხთით გაეგონ. სხვანაირად ბათუმი და ნახევარ თბილისი რამდენიმე წელიწადში სულ ერთიანად არ გადარუსდებოდა. აბა ნორმალური ქვეყნებიდან თუ აღარავინ ჩამოდის, შვილებს რამე ხუნდა ვაჭამოთ. სტუმართ მოყარე ხალხი გახლავართ. სტუმრისთვის ყველაფრისთვის მზად ვართ. სტუმარი ღვთისაა. ხო, ეგეთები მაიკო ორბელიანს კითხეთ. Не читали? Ну ничего, располагайтесь как дома. ხოცმა საქართველოს მხოლოდ საქართველოში არ უღალატ. უღალატ ჰააგაშს. პირველად 2008 წლის შემდეგ. ნატო სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველო არ უხსენებია საერთოდ. ზრდილობის გულისთვისაც კი. ობიექტურობისთვის აუცილებლად თავიდანვე ვიტყვი, რომ არც უკრაინის გაწევრიანება ჩაუწერიათ ამ საბოლოო დეკლარაციაში. ვიტყვი იმასაც, რომ ასეთი მოკლე დეკლარაცია მგონი საერთოდ არასდროს მიუღიათ. სამაგიეროდ, შავი თეთრზე ჩაწერეს, რომ უკრაინის თავდაცვისა და სამხედრო მრეწველობის ხარჯს პირდაპირ გაითვალისწინებენ ნატოს ალიანსის სამხედრო ხარჯებში. ამ სამიტსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ვარსკვლავად ყავდა პრეზიდენტი ზელენსკი. პიჯაკით, თითქმის სრულ კოსტუმში, რაც რა თქმა უნდა სიგნალი იყო. ზელენსკი შეხვდა ტრამპს და რაც მთავარია, ამერიკის პრეზიდენტი იყო დიდად მაყოფილი. ომს ალბათ ვერ გააჩერებს, ოღონდ უკრაინასაც აღარაფერი უნდა დაბრალდეს. ნატო სამიტს სამი მთავარი ამოცანა ჰქონდა და სამივე დიდი წარმატებით შესრულდა. პირველი, ამერიკამ ყველას უთხრა აქ-ვარ და სხვანაირად არ ძალმიცო. მეორე, ალიანსმა თქვა, ეგ ჩემი მეხუთე მუხლი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ წევს დავიცავ და ეჭვი არავის შეეპაროს. და მესამე, ნატომ დაიკანონა უშუალოდ სამხედრო ხარჯების ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-მდე, თამდევი ხარჯი 1.5%-მდე. რაც გულისხმობს ინვესტიციას კიბერთავდაცვაში, სამოქალაქო თავდაცვაში, სამხედრო მრეწველობასა და ბევრ სხვა რამეში. ეს აწლიანი გეგმაა, რომელიც 5 წლის შემდეგ გადაიხედება. გააჩნია, როგორი იქნება მაშინ მსოფლიო. დღეს კი ხარჯების გაორმაგების ზოგიერთი ქვეყნისთვის საერთოდ გასამაგების მთავარი მიზეზი პირდაპირაა დასახელებული. რუსეთი როგორც გრძელვადიანი საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. აღარ ანახსენები ჩინეთი, რაც ასევე რაღაცას ნიშნავს, რაღაცას კი არა, ბევრს ნიშნავს. ოღონდ ჩვენთვის ეს ყველაფერი უკვე ლამის კოსმოსური სიახლეებია, აი ბუნებაში რაღაც რომ რაღაც ხდება, მაგრამ გონია რომ შენ ეგ არ გეხება. რაც გვეხება არის საქართველოს აღიარებული კანდიდატი ქვეყნის ჩართულობა ნატო სამიტის მომზადებასა და მუშაობაში. საქართველოს კი ჰააგაში სამიტზე წარმოადგენდა ბოდიში მსგავსი ვერაფერი და ვერავინ ვერ ვიპოვე სიაში. არ ყოფილა საქართველოსთან არავინ მიწეული. ასე მოხდა პირველად ბოლო არც კი ვიცი რამდენი წელიწადში. შეორნაძეს რო იწვევდნენ სამიტებზე, ეგ გვახსოვს ყველას.
ხო და მიპასუხეთ ახლა, რა დაიბადა ასეთი ეს კაცი, რომ ხეები ეხუტებიან და ნორმალური პოლიტიკოსებიდან ხელსაც კი აღარ ართმევს არავინ. არა ნატოითა მხოლოითა, სხვა ფორმატებიც მუშაობს და ხანდახან ძალიან ეფექტურად. ნატო სამიტი დასრულდა და ვოლოდიმერ ზელენსკიმ გააგრძელა მოგზაურობა ევროპაში. პირველი გაჩერება იყო სტრასბურგი. ევროსაბჭოს ეგიდით ახლა შეიქმნა რუსეთის სამხედრო დანაშაულის გამომძიებელი საერთაშორისო ტრიბუნალი. ასევე დიდებული ამბავია. სხვათა შორის, გუშინ პუტინი ბრაზილიაში ბრიქსის სამიტზე იმიტომ ვერ გაფრინდა, რომ საერთაშორისო ძებნილია. და ეს მისმა პრესმდივანმა პესკოვმა აღიარა. რამე ხო უნდა მოიფიქრებინა და ჩაფრინა მინსკში, სადაც ყოველთვის ელიან. და ჯერ კიდევ სამიტამდე ლონდონში მეფესთან და პრემიერთან ზელენსკის შეხვედრის დროს გავიგეთ, რომ ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს. ამისთვის ბრიტანეთის მთავრობა საკუთარ კომპანიებს მისცემს 70 მილიონ გირვანკა სტერლინგს, რომელსაც რუსეთის გაყინული ანგარიშებიდან მოხსნის. ეს კი მარტივად ნიშნავს, რომ რუსული თვითმფრინავების, ვერტმფრენების, დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების განადგურების ფულსაწი პუტინი და მისი ოლიგარქები გადაიხდიან. ეს იყო ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, შემოგვიერთდით. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я был на вашей гадательной, да.